თუ სკამერობის უმაღლესი დონე პასპორტშის გამორთმევა და მომელოტობიჭის პირამიდას სქემების TikTok-ები გეგონათ, შანსი იმისა, რომ არ არსებული ენერგეტიკული სასმლისა და ყველაზე გამიმული ფორმულა 1-ის გუნდის მცირეხნიანი ურთიერთობის შესახებ არაფერი ხსმენიათ, საკმაოდ დიდია. ხოლო თუ ჩემი YouTube არხის BIOS დაუჯერებთ, ლოგიკურად ამ სკანდალის შესახებ უნდა მოგიყვეთ და თან ვიღლიცინო. You will never find my real passport. 2019 წელი. სოფლიოში ბევრი საინტერესო რამ მოხდა. მაგალითად დათვრა მასკოჩილი 100,000-იანი ბანანი შეჭამა და ეროვნულებში ვეღწავსანი მოვიდა. მაგრამ ყველაფერი წინ გველოდა. 2019 წელი. ჰასე. მეხუთე ადგილზე დასრულებული სეზონის შემდეგ გუნდი ნორმალურად გამოიყურება. პილოტები, რომლებსაც ჯერ ბოლომდე არ გაუტევიათ და გიუნდა შტაინერი. აბა თუ გამოიცნობთ რა აკლია ჰას ყველაზე მეტად. კი ისტორია მთელი კარი, მაგრამ არა. He does not fox smash my door. Tell him that. ფული. და რა ხდება, როცა ფორმულა 1-ში გუნდს ფული სჭირდება? კი, სინდის ნამოსი რეცხავენ გვერდით დებენ და ნებისმიერ ლოგოს აკრავენ ბოლიც. სწორედ ასე მივიღეთ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მანქანა ფორმულა 1-ში და ჩემი საყვარელი სკანდალიც. სკანდალი თასის ფინალში. სკანდალი! Rich Energy. ენერგეტიკული სასმლის კომპანია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ Red Bull-ისთვის კონკურენცია როგორც სოკებში, ისე რბოლებში უნდა გაეწია. უბრალოდ ერთი პატარა პრობლემა იყო. არც ამ ამბებამდე და არც მერე Rich Energy სასმელი არავის თვალით არ უნახავს. ლოგოზე კი ქორბუდაირმის ოქროსფერი რქები ჰქონდათ გამოსახული. ეს ფაქტი დაიმახსოვრეთ მოგვიანებით გამოგვადგება. ხო, Rich Energy პრემიალური ენერგეტიკული სასმელი გახდა დიდი ბრიტანეთიდან, რომელიც რატომღაც არც ერთ მაღაზიაში არ იყიდებოდა. ქარხნები არ არსებობდა, ხოლო მათი საიტი ნებისმიერი ქართული ონლაინ ვებ დეველოპმენტის კურსდამთავრებულის პორტფოლიოს შედევს გავს. დამფუძნებლებს რაც შეეხებათ ბატონი უილიამ სტორი ჩვეულებრივი ლიტერატურულ ცრუპენტელა პერსონაჟს გავს. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე რომ Queen's Park Rangers-ის ფეხბურთელი, პროფესიონალი გემბლერი და ამავდროულად ზიმბაბვეში თამბაქოს ბიზნესში ყოფილიყავი ჩართული, დიდი ალბათობით LinkedIn-ი უფრო მიხედილი მექნებოდა ვიდრე ბატონ უილიამს. ხოლო მეორე თანადამფუძნებელზე ვერაფერს გეტყვით. ყველა წყაროში ავსტრიელი მეცნიერის სახელითაა მოხსენიებული. ყველა ახანა თავის ჩალხანას პოულობსო ნათქვამია და იმედ დაკარგულ უფულად დარჩენილ ჰას ტუსკოზირივით დაეცა ახალი სატიტულო სპონსორი. შედეგად კი შავ ოქროსფერი ჰასი მივიღეთ. მაგრამ ერთი პატარა პრობლემა იყო. იმ ჰას ვიზუალის გარდა არაფერი უარგოდა. საკვალიფიკაციო ტემპი საშინელი. საბოლოო კიდევ უარესი. სწრაფი მხოლოდ სტორის თითები იყო. That's what she said. That's what she said. That's what she said. ერთადერთი რასაც ეს ჩიჩილაკი აკეთებდა სოციალურ ქსელში სხვა გუნდების საცინათაგდება იყო. ისე ზოგ-ზოგი ერთები ჩამორებას თუ კიდევ გადაწყვეტენ, კარგი კადრი შემიძლია შევთავაზო. ხოლო თუ ფიქრობთ, რომ არარსებული ენერგეტიკული სასმლისა და შიტპოსტერის CEO შემდეგ მეტი რაღა უნდა მომხდარიყო, გაიხსენეთ ის ლოგო, რაც ცოტა ხნის წინ დაგამახსოვრებინეთ. ახლა ამ ლოგოს შეხედეთ. თუ მსგავსებას ხედავთ, მოხარული ვარ. თქვენ ეკრანებზე ხედავთ ბრიტანული ველოსიპედების კომპანია White Bike-ის ლოგოს, რომელიც ბაზარზე 1999 წლიდან ოპერირებს. ხოლო როგორც აღმოჩნდა ვიღაცამ, მათი ლოგო აიღო, დააკოპირა და თავისთან ჩააგდო. რასაკვირველია ველოსიპედებმა იჩივლეს და სასამართლოს მოიგეს. ხოლო 2019 წლის 10 ივლისს ჰასმა Rich Energy-ის Twitter-ის აკაუნტზე დადებული პოსტით გაიგო, რომ სპონსორი საქმიდან გადის. ეს დაახლოებით იმას გავს მეგობრებთან ერთად რომ ხარ დასალევად გასული და შენი ტურფა მესიჯით დაგადებს. ნუ პირველ შემთხვევაში ზედმეტ ტვირთს იშორებთ. მეორეში კი რამოდენიმე ათეულ მილიონს. ამ ამბავში მთავარი კი პოსტის ფორმულირებაა, სადაც წერია რომ კომპანიას Red Bull-თან კონკურენცია უნდოდა და საბოლოოდ უილიამსენელი აღმოჩნდა. ნუ მოკლედ რომ თქვა თქვენ ჩვენზე უკეთესი მსახურებთო თუ როგორცა და წავიდენ. უბრალოდ მართლა უცნაურად წავიდენ. იმ ტიპისთვისაც კი არაფერი უთქვამთ მანქანებს ვინც ასტიკერებს. ამ ამბავში ყველაზე მეტად ჯინ ჰაასი მეწოდება. კაცი რომელიც თავის ჯიბიდან იღებს ფულს რომ სერიოზული გუნდი შეკრას და საბოლოოდ სკუბიდუს ვილანის ბექსტორის იღებს. თავდაპირველად Rich Energy-ის ჰორიზონტზე უილიამსი იყო, რომლისგანაც გარკვეული მიზეზების გამო უარი მიიღო. ასევე ძალიან ახლოს იყო Force India შეძენასთან 100 მილიონად. უბრალოდ მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე უარი მიიღეს. ცოტა ხანი უკმაყოფნის შემდეგ კი ცნობილი შავ ოქროსფერი სტიკერი ბრიტანულ Superbike-ის გუნდზე აღმოჩნდა. ხოლო ამის შემდეგ იყო ბრიტანული ზარიანი ავტომობილები, სადაც ცალკეულ პილოტებს წაუგრა ხელი. ხოლო შემდეგ საერთოდ BTC Racing-ის სატიტულო სპონსორი გახდა. დიახ, არარსებული ენერგეტიკული სასმელი და კრიპტო იდეალური და უმყარესი სასპონსორო ზურგია. და საბოლოოდ რა გვასწავლა ამ საგამ? პირველი, რომელიმე ფორმულა 1-ის გუნდი ნებისმიერ სპონსორისგან აიღებს ფულს, თავარია ფული იყოს. მეორე, თუ კიდევ მოვა ვინმე გეგვითო Red Bull-ს უნდა აჯობოს, პირველ რიგში სასმელი გაუსინჯეთ, იქნებ არც არსებობს. და ბოლოს, თუ კომპანიის CEO-ს ბიოგრაფიაში მხოლოდ დაბადების თვე და რიცხვია ნორმალური, მაინც მოერიდეთ. არა და თითქმის ერთ დღეს ვარ დაბადებულები. ერთი დღე კიდევ. შემდეგი ვიდეოს იდეები კი კომენტარებში ჩაყარეთ.